იმალოთ და ხანდახანზე ხშირად აღარ მინდა ხოლმე ანალიზის გაკეთება ან კომენტარის გაკეთება იმაზე, რასაც გვთავაზობს საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლების ნებისმიერი წარმომადგენელი. კობახიძეს ფსკერ განცხადებებში პაპუაშვილი ჩაანაცვლებს ხოლმე. პაპუაშვილს გაეჯიბრება კალაძე, კალაძეს ყაველაშვილი, ყაველაშვილს ასე მაგალითად მდინარაძეს ისევ კობახიძე და ერთმანეთზე უარ ეს განცხადებას აკეთებენ ხოლმე, ფსკერს ხვრეტენ ხოლმე ეს ბიზინა ივანიშვილის ფრთებქვეშ მოქცეული ბოდიშის გარეშე გოშიები. ცხადზე ცხადია, რომ ბიზინა ივანიშვილთან შეთანხმებულია ყველა განცხადება. ცხადზე ცხადია, რომ ბიზინა ივანიშვილთან შეთანხმებულია ყველა მათი ეგრეთ წოდებული ვითომ და პოლიტიკური ნაბიჯი. ამიტომ მათზე ყურადღების გამახვილება ხშირად ან ხანდახანზე ხშირად იქნება არც ღირდეს, იქნება არც ღირს, მაგრამ ამ ყველაფრის მიუხედავად იმგვარად ჩახვრეტენ ხოლმე ფსკერს, რომ ჩემი მოსაზრებით, მეორე მოსაზრებით, იქნება და არ გარდაულად აუცილებელია, რომ გარკვეულ შემთხვევებში მაინც საზოგადოების ერთი ნაწილისათვის მაინც გააკეთო კომენტარი. იმ გზააბნეული ცხოვრებისათვის, რომლებიც თითქოს ან ესე გონია, რომ უჯერებენ ამ ვინ გინდა რა პოლიტიკოსებად წოდებულებს, პრემიერად წოდებულს, პრეზიდენტად წოდებულს, მინისტრად წოდებულს, დედაქალაქის მერად წოდებულს, კიდე ავისი ვიღაც პარლამენტის თავმჯდომარედ წოდებულს. მით უფრო მაშინ უნდა გააკეთო კომენტარი, ან მაშინ უნდა გაანალიზო ეს ყველაფერი, როდესაც შენი ქვეყნისთვის უაღრესად ზურგში დანის ჩამრტყმელ განცხადებას პოზიციას გაგვაცნობენ ხოლმე, განცხადებას გააკეთებენ ხოლმე. ახლა მოცემულ ეტაპზე შალვა პაპუაშვილმა ოდნავ უკანა პლანზე გადაიწია და წინ ირაკლი კობახიძე წამოიწია. როგორც ჩანს, სადღაც განსაკუთრებით საინტერესო ანალიზი იმის თაობაზე, რომ FSB-ში ალბათ უფრო გადაწყვიტეს, რომ შალვა პაპუაშვილი მიაჩრდილონ და ირაკლი კობახიძე ისევ ამოაყვინთინონ მას ზედაპირზე არაადეკვატური განცხადებების სწორედ მას აკეთებინა. დღეს ირაკლი კობახიძემ რამდენიმე საოცარი განცხადება გააკეთა პირველ ყოვლისა თქვენთვის, მოქალაქეებისათვის, ვისაც ემანდ, ვინც ირხებით ვითარცა ლერწამნი ქართაგან ძლიერთა, ვისაც ვერ გადაგიწყვიტავთ, ვის მისცეთ ხმა, ვის დაუჭიროთ მხარი, დაუპირისპირდეთ თუ არა ქართულ-რუსულ ოცნებას, იმიტომ რომ სხვა შემთხვევაში არ მოგწონთ მისი ოპოზიცია, ამ პარტიას წოდებული ბანდისა, ან რაღაც სხვა საბაბებს იგონებთ ან უგონებთ საკუთარ თავს, იგონებთ საკუთარი თავისთვის, სწორედ თქვენთვის და მხოლოდ თქვენთვის მე მაინც რამდენიმე განცხადებას მაინც მივუბრუნდები ამ ვინ გინდა რა კაცისა. გეორგიევსკის ტრაქტატიდან საქართველოს ანექსიამდე გავიდა თითქმის 20 წელიწადი. ბრძანებს ამბობს ირაკლი კობახიძე, ანუ იგულისხმება 1793 წელი და 1801 წელი, როდესაც მეფე ერეკლე მართლაც აღარ იყო ქართლ-კახეთის მეფე აღმოსავლეთ საქართველოსი. ანუ გავიდა მართლაც 18 წელიწადი საქართველოს ანექსიამდე. შესაბამისად უმუშავია რა ტრაქტატს 2 ათეული წლების განმავლობაში გადარჩა ჩვენი ქვეყანა ეგზისტენციალური, ჯერ ერთი ეგზისტენციურია, მაგრამ აი გავარებოთ ახლა ამას თავი, ბევრს ეშლება ეს ეგზისტენციალური საფრთხისაგან. როცა გარდაიცვალა ერეკლე მეორე, მერე უკვე სამწუხაროდ სხვანაირად განვითარდა მოვლენები, მაგრამ იმ შეთანხმებამ გადაარჩინა ჩვენი ქვეყანა, რაც აპრიორი იმას ნიშნავს, რომ ერეკლე მეორის მიერ გადადგმული ნაბიჯი იყო ბრძნული და უალტერნატივო. წარმოიდგინეთ, ამას აღმობს ქვეყნის დაპყრობილი ქვეყნის ლიდერი და თითქოს მიანიშნებს, თითქოს მიხავს საქმე იქამდე, რომ რომელიღაც ეტაპზე გარკვეული პერიოდის შემდეგ, ვთქვათ, 1 წელიწადში, წელიწად ნახევარში, 2 წელიწადში შემოგთავაზონ ახალი ტიპის სამეკავშირო ხელშეკრულება, ახალი ტიპის გეორგიევსკის ტრაქტატი დღევანდელ რუსეთთან, რომელიც არსებითად არ განსხვავდება იმ შაბინდელი მე-18 საუკუნის მიწურულის რუსეთისაგან. დიახ, ამზადებენ, ზონდირებას აკეთებენ და თითქოს ნიადაგს ამზადებენ, რომ რამ ახალი ხელშეკრულება გაფორმდეს ოკუპირებულ საქართველოსა და ოკუპანტ რუსეთს შორის,
1920 წელსაც გაფორმდა ამგვარი ხელშეკრულება, ჩვენ ნეიტრალიტეტი გამოვაცხადეთ თავდა უსხმელობა კი არა საერთაშორისო ომიანობაში არ ჩავერევითო ისიც თქვით 1920 წლის 7 მაისის ხელშეკრულებით რუსეთთან, ბოლშევიკურ რუსეთთან, მაგრამ ამ ხელშეკრულებას კი არ გადაგვარჩინა არასრულ 8 თვეში თებერვლის თვეში 25 თებერვალს წითელი დროშა თბილისის თავზე აფრიალდა. ეხლა შეეხება გეორგიევსკის ტრაქტატს აბსოლუტურ სიგეჟეს გვთავაზობს ბატონი კობახიძე ვინ გინდა რა კაცი კერძოდ მას ავიწყდება უпроцоად შეგნებულად ივიწყებს 1795 წელს ანუ კრწანისის ბრძოლას კრწანისის ომს მარცხს კრწანისის ომში ერეკლე ცოცხალია ერეკლე 3 წელიწადში გარდაიცვლება 1798 წელს და კრწანისის ომში მარცხის სწორედაც რომ გეორგიევსკის ტრაქტატის გამო მოხდა თუ შედგა ისტორიკოსებს რომლებიც დღეს კობახიძის კარზე ან კართან არიან და შეგვიძლია დავასახელოთ ისინი აი ასე მაგალითად აქვია იმ ახალგაზრდა კაც კალანდიას ხო წესითა და რიგით ნამუსი რომ ყოფნიდეს უნდა შეუსწოროს კობახიძეს რომ ეს ტრაქტატი იყო რეალურად კატასტროფის მომასწავლებელი გარდა იმისა რომ არ აღსრულდა 1794-დანვე პრაქტიკულად ჩაშალა ყველა დახურული და ღია მუხლი ამ ტრაქტატისა რუსეთის იმპერიამ დააღალატა ერეკლე მეორე გადაახია ასე ვიტყვი ფიგურალურად რასაკვირველია ტრაქტატი საქართველოს არ არის მაშინ ერთიანი საქართველოს აღმოსავლეთ საქართველოს მონარქს ერეკლე მეორეს და 1801 წელით სწორედ ამ 1793 წლის ლოგიკური გაგრძელებაა რომ არ ყოფილიყო 1793 წელი ეხლა კი არ ბუტევ მაინც და მაინც მე ერეკლეს გასბრძანებთ როგორ გეკადრებათ დიდი მეომარი კაცი იყო მაგრამ რომ არ ყოფილიყო 1793 წელი არ იქნებოდა 1800 წლის და 1801 წლის ანექსია არ მოხარ იქნებოდა ის რაც მოხდა სიონში და არ იქნებოდა საქართველოს სრული ანექსია უკვე 19 საუკუნის დასაწყისიდან და როდემდე წარმოიდგინეთ 19 საუკუნის პრაქტიკულად ბოლომდე შეგვიძლია ხალდეს აჯანყებას ერთ-ერთი ბოლო აღავიხსენოთ აღარ ვლაპარაკობ თქვა იმერეთზე აღარ ვლაპარაკობ გურიაზე აღარ ვლაპარაკობ სხვა აჯანყებებზე და აღარ ვლაპარაკობ იმაზე რაც გააკეთა რაც გაუკეთა რუსეთის იმპერიამ ანუ წინამორბედმა ამ იმპერიისა აი დღევანდელი იმპერიის წინამორბედმა რაც გაუკეთა ქართულ ეკლესიას მაგრამ კობახიძე ამას შეგნებულად აკეთებს რომ ჩვენ დაგვტესტოს ვიტყვი ასე და რომელიღაც ეტაპზე გითხრას რომ მიუხედავად იმისა რომ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიები ოკუპირებულია გარდაუვალი აუცილებლობაა იმისა რომ ახალი არა მაინც და მაინც სამეკავშირეო მაგრამ ახალი ტრაქტატი ახალი ხელშეკრულება ახალი სამშვიდობო ხელშეკრულება გავაფორმოთ რუსეთის ფედერაციასთან რომელიც როცა იქნება მაშინ ამას იტყვის როცა იქნება თავად ირაკლი კობახიძე ან ბიზინა ივანიშვილის ნებისმიერი პაჟი დანიშნული ირაკლი კობახიძის ადგილას თქვა 2027 წლის მარტში პირობითად ვლაპარაკობ იტყვია იმას რომ ეს გარდაუვლა აუცილებელია და რუსეთი გადმოდგამს როცა იქნება მაშინ საქართველოს გენნაბიჯებს სხვა განცხადებების გააკეთა ირაკლი კობახიძემ და აკი გითხარით რომ წარმოუდგენელია რომ უმრავლესობაზე ზოგ მათგანზე ჯანსაღი სწორი რეაქცია არ გქონდეს ასე მაგალითად იცით თქვენ რომ დანარჩენი საქართველოს ტერიტორიიდან ალბათ იცით უფრო ზუსტი რომ იყო შეუტანიათ გარკვეული რაოდენობის საწვავი ოკუპირებულ აფხაზეთში რომელშიც ეფექტურ კონტროლს არ ხორციელებს რუსეთის ფედერაცია ანუ ის რუსეთის ფედერაცია რომელიც საერთაშორისო იზოლაციაშია და რომელსაც შეძლებს დაგვარად მაქსიმალურად მეთქი ასე ვიტყვი მაგრამ თუნდაც არ იყოს ეს მაქსიმალური სანქცია მაქსიმალური შეზღუდვები სანქციაზე უწესებს ევროკავშირი და დანარჩენი ცივილიზებული სამყარო შეერთებული შტატები ევროკავშირი ებრძვიან იმ შესაძლებლობებს რუსეთისა რომლებიც სარგებლობს რუსეთის იმპერია რომ აწარმოოს ომი უკრაინაში და აი ამ მისთვის მძიმე მდგომარეობაში უნდათ რომ აღმოაჩინონ პუტინის იმპერია და საქართველოსთან დანარჩენი საქართველოსთან ენგურიდან როგორც ჩანს რომელიც ჩაკეტილია ხაზგასმით უნდა აღვნიშნოთ ეს რომელზეც დგანან რუსები რომლებიც ვითომდა თავის მხრივ იცავენ აფხაზეთის უსაფრთხოებას თუ დამოუკიდებლობას აი ამ ენგურიდან როგორც ჩანს ენგურიდან გადავიდა დიდი რაოდენობით საწვავი საერთოდ ამ ქვეყანაში რაც კი ტვირთი ტრიალებს ნებისმიერი ტვირთი
რასაკვირველია, კერძო ბიზნესს ეკუთვნის ტვირთების პირობითად 90%, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ტვირთზე პასუხისმგებელი არ არის ამდენად ეფექტურ კონტროლს ახორციელებს ამ ტერიტორიაზე საქართველოს მთავრობა წოდებული ბანდა, არ ნიშნავს იმას, რომ ტვირთზე პასუხისმგებელი არ არის ხელისუფლება ნებისმიერ ქვეყანაში და მათ შორის ჩვენს ქვეყანაში საქართველოს შესაბამისად პირდაპირ თუ ირიბი პასუხისმგებლობა აეკისრება სწორედაც რომ აღმასრულებელ ხელისუფლებას ან ზოგადად ხელისუფლებას. ხო და ტვირთი საწვავი აფხაზეთში იმისათვის რომ აფხაზეთში მოიხმაროს საწვავი ან სულაც გავიდეს აფხაზეთიდან რუსეთის ფედერაციაში და რუსეთის ფედერაციამ კი ეს საწვავი გამოიყენოს იმისთვის რომ დახოცოს უკრაინელი ბავშვები, ქალები და მოხუცები, ჯარისკაცები და გაანადგუროს უკრაინის სახელმწიფო, გავიდა და გრობახიძე აკეთებს განცხადებას. ჩვენ არ შეგვიტანია ეს საწვავიო, თვითონ არც ვამბობთ რომ მე ნავთობიან, ნავთობის ან ბენზინის ბიზნესით, საწვავის ბიზნესით დაკავებული კაცი ბიზნესმა შეიტანა. ზოგადად ასეთ რამეს უშვებს ჩვენი საკანონმდებლო ჩარჩო. მათ შორის ოკუპაციის შესახებ კანონიც, რაც არსებით ტყუილია, აქვე ვიტყვი, თუ რაიმე ასეთი ნაბიჯი გადაიდგა და გადაიდგმება, ყველა ასეთი ნაბიჯი გადაიდგმება ოკუპაციის შესახებ კანონის ჩარჩოებში კი, მაგრამ როგორ შევიდა მაშინ, როგორ შეივიდა და შემოვიდა ოკუპაციის კანონი და არ ღვია თუ რა, სულ მინიმუმ ვიტყვი. ცხოლმა, რომელმაც შესაბამისი ავზები გადაიტანა სატვირთო თუ გადასაზიდი მანქანები, საწვავის გადამზიდი მანქანები, ბენზინ გადამზიდი მანქანები დანარჩენი საქართველოს ტერიტორიიდან, ანუ დაარღვია თუ არა მან სულ მინიმუმ კანონი. ამ ოკუპაციისა ესეც უნდა ვიკითხოთ. ეს არ არის ერთადერთი ან ყველაზე მძიმე განცხადება, ყველაზე მძიმე განცხადება არის ის, რომელსაც ახლა მე თქვენ შემოგთავაზებთ და ამაზე ცოტა უფრო ვრცელი კომენტარიც გამომივა ვალდებული ვარ. თუ კი 2022 წელს უკრაინაში ომის დაწყებისას Deep State-ის დავალებით, ამ Deep State-ის ხეზე ხო ჩაიციკლდნენ და უკლებლივ ყველა Deep State-ია, ვინც მათ ეწინააღმდეგება, უცხოელი, ქართველი, არ ვიცი, ნებისმიერი ეროვნების წარმომადგენელი, ნებისმიერი პროფესიის წარმომადგენელი, აი როგორც კი მათ არ ეთანხმება ვინმე მსოფლიოში დედამიწის გარშემო, სულ ერთია რომელი ეროვნებისა, ის Deep State-ის წარმომადგენელი ან Deep State-ის მიერ მართული ამ მტრის ხატს იგონებენ იმისთვის, რომ სწორედ თქვენ ძალიან დიდი ბოდიში რასაკვირველია, მაგრამ გამოგილაყონ ტვინი, გამოგირეცხონ ტვინი, შექმნან რაღაც არარსებული მტერი და თქვენი აგრესია მიმართონ სწორედ არარსებული მტრის წინააღმდეგ თუ მიმართ. უკრაინაში ომის დაწყებისას Deep State-ის დავალებით ადგილობრივი რადიკალური აგენტურა ხელისუფლებას მეორე ფრონტის გახსნისაკენ და უკრაინაში მოხალისეების გაგზავნისაკენ მოუწოდებდა. ამავდროულად კი უცხოელი აგენტები საქართველოს სოხუმსა და ცხინვალში სამხედრო ძალით გასეირნებას თავაზობდნენ, რაც ტყუილია, კიდევ ერთხელ ვიტყვი. თუმცა თუ მაინც და მაინც სოხუმისა და ცხინვალისაკენ გასეირნებას არ აპირებს საქართველოს დღევანდელი დე-ფაქტო ხელისუფლება, უნდა დადოს კაცრი კი არა მკვეთრი კონცეფცია იმის თაობაზე, როგორ უნდა აღადგეს ტერიტორიული მთლიანობა. მე ღიად ვამბობ და არ ვაპირებ ახლა თავის დაცვას და იმის თქმას უკვე რასაც ამბობს შემდგომი ირაკლი კობახიძე, იმის გაბათილებას და არა როგორ გეკადრება თუ მაბრალებ თუ ამის თქმას, მაგრამ მე ამას ვამბობ, რომ საქართველოს უნდა ჩაატაროს სპეციალური ანტიტერორისტული ოპერაცია ცხინვალსა და აფხაზეთში და ამისთვის ხელსაყრელი მომენტი უნდა იხელთოს და უხეშად, ძალიან უხეშად 700,000, 1700 თუ 2800 კაცი უნდა დააპატიმროს პირდაპირ მნიშვნელობით და დაამყაროს კონსტიტუციური წესრიგი ამის შესაძლებლობის თანავე ეს არ ნიშნავს ფართო მასშტაბიანობს, ეს სიტყვას შესაძლებლობისთანავე აბსოლუტურად შეგდებულად და მეშვიდეთ თუ მერვედ მოვიშველიებ ვიხმარ ახლა იმიტომ, რომ ეს შესაძლებლობისთანავე ნიშნავს ხელსაყრელ მომენტს, როდესაც რუსეთს საპასუხო ცეცხლის გახსნის შესაძლებლობა უბრალოდ არ ექნება ამგვარი მომენტუმი ჩემი აზრით ყოველ შემთხვევაში შესაძლოა ვცდები, ჩვენ უკვე გვქონდა ამ 4 წელიწად-ნახევრის განმავლობაში. კარგით, ვაბანებოთ თავი ახლა ამ მიმართებით ბახიძე ვინ გინდა რა კაცის კრიტიკას მოხალისეების გაგზავნისაკენ მოუწოდებდა. ამავდროულად უცხოდ გავიგეთ. Deep State-ის ახალი გეგმის თანახმად მათმა ადგილობრივმა აგენტურამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ რუსი ტურისტი საქართველოში აღარ ჩამოვიდეს. რაც საბოლოოდ იმით უნდა დასრულდეს, რომ რუსეთის ხელისუფლებამ საქართველოში თითქოს და რუსოფობიური განწყობების გამო ჩვენს ქვეყანასთან ყველანაირი ეკონომიკური ურთიერთობა შეაჩეროს. დიახ, ეკონომიკური ურთიერთობები და გადაფსკვნილობა, გადაჯაჭვულობა რუსეთის ღევანდელ იმპერიასთან ეს არის ბერკეტი იარაღი რუსეთის დღევანდელი იმპერიისა საქართველოს ხელში. აი ასე ყავს გამოჩერილი კობახიძის კი არა ჩვენი სამშობლო რუსეთს და ამას ვუჩიჩინებდით ქართული ოცნების ხელისუფლებას ჩვენ წლების წინ და წლების განმავლობაში, როდესაც ვეუბნებოდით
რომ რუსეთთან ნამეტნავი, ასე ვიტყვი, თქვენის ნებართვით გადაფსკვნილობა, ვიტყვი ასე თქვენის ნებართვით, გარდაულად დაუშვებელია, სასტიკად დაუშვებელია, იმიტომ რომ რუსეთი გამოიყენებს ამ გადაფსკვნილობას. არ შეიძლება რომ ხორბალი, ფქვილი, ზეთი, ძის პროდუქტების დიდი ნაწილი და ასე შემდეგ, ლამის ხორცის და ლამის ნებისმიერი ის პირველადი მოხმარების საგანი, პროდუქტი, რომელიც საქართველოს ბაზარზე არის, მათი 80-90 ჯამური რაოდენობიდან 80-90% სწორედ რუსეთიდან შემოდიოდეს. არ შეიძლება მით უმეტეს მაშინ, როდესაც შენ გაქვს შესაძლებლობა ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება გაფორმებული, როდესაც გაქვს ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა გაფორმებული თავისუფალი ვაჭრობის სახით, როდესაც შენ გაქვს სხვა ბაზრებზე წვდომა შენი ქვეყნის შენი პროდუქციის ექსპორტის და იმ ქვეყნებიდან იმპორტისა, მთავრობას უნდა შეეწყო ხელი მცირე მეწარმეებისათვის, დიდი მეწარმეებისათვისაც, რომ ისინი მაქსიმალურად სწორედ ევროპულ ბაზარზე შესულიყვნენ, ევროპული ბაზრიდან რაც გამოსაღები იყო, წამოიღო თუ ევროპული ბაზარი არ იყო ადეკვატური, არშანუ თუ ძვირი იყო, თქვა რთული იყო, აგე თურქეთია და თურქეთთანაც შეიძლებოდა დალა ხელშეწყობა მეწარმეებისათვის, იმპორტიორებისათვის, რომ შემოეტანათ მათ პროდუქცია, მაგრამ ყველაფერი გააკეთა კობახიძემ და მისმა წინამორბედმა ბიზინა ივანიშვილის ფრთებქვეშ მოქცეულმა ნებისმიერმა პირმა, რომ ჩვენი ექსპორტ-იმპორტი მაგალითად თურქეთთან მაქსიმალურად შეჭირხნენ იყო და რუსეთი როგორც ჩრდილოელი მეზობელი ოკუპანტი ხო იყო და არის. ხო, ამის მიუხედავად რუსეთს ჩამოკიდებულიყავით, ხო, ჩამობღაუჭებულიყავით, რუსეთზე ყოფილიყავით დამოკიდებული და ახლა ეს საცეცები აქვს რუსეთს, რუსეთი გეუბნება, პროდუქცია ახლა ამას დაგიკეტავს, ზეთს აღარ მოგაწვით, ფქვილს აღარ მოგაწვით, ამოიხოცებით და ამოიხოცებით მაგალითად თქვა, მე აგავუძლებთ როგორმე, მაგრამ მართლაც გაგვიჭირდება თუ. ახლა შეიძლება რუსოფობიურ განწყობებს. რუსოფობიურ მე გითხარით რომ არ დავიწყებ ახლა თავის მართლებას მეთქი ერთ სიტყვას კი მაინც ვიტყვი. არავით არის რუსოფობიური განწყობები საქართველოში არ არის. 1-2 ინციდენტი ან 7-8-10 ბლოგი ან 15-20-25 კომენტარი ან რაღაცა ცალკეული მოსაზრება, მათ შორის ჩემიც. ხო, მე ვთქვი მაგალითად რუსულად მქონდა რა, რამდენიმე ხნის წინ თუ არ ვწდები rilsi თქვი თუ ვიდეო ბლოგი აღარ მახსოვს, იქ თქვი რომ რუსების გასაგონად რუსულ ენაზე რომ мы вам не рады, ჩვენ არ მოგესალმებით, არ ხართ თქვენ ჩვენთვის სასურველი სტუმრები. დიახ, მე კიდევ ერთხელ ვიტყვი ამას, ეს არ არის ერის, ჩემი პოზიცია არ არის ერის რუსოფობიის მადასტურებელი. ცალკეულ პირებს 1-2-17, 117-1717 ხო გვაქვს უფლება ამგვარი პოზიციის გამოხატვის. ეს არის რუსოფობია. ჩემი გამონათქვამიც კი არ არის რუსოფობიის მადასტურებელი, ეს არის ჩემი პოზიცია. ოღონდ რუსოფობია იქნებოდა თუ დღეს შემხვდნენ აქ ეს სახლთან თბილისში ჩამოვედი დღეს აგარაკიდან სახლთან შემხვდა, არ ვიცი ხა მნიშვნელობა 5 თუ 7 რუსეთის მოქალაქე და რუსოფობია იქნებოდა მე მათთვის რომ შემეთხლიშა რამე ხელუკუღმა ამერტყა ჭიტლაყი ამომერტყა ეგრეთ წოდებული პანჩური კობახიძის ენაზე ვიტყვი და ასე შემდეგ რომ ზიზღის ენით მელაპარაკა რომ მეთქვა რომ რაც ჩამოეთრიეთ აქ და ასე შემდეგ ჩემი დამტრეული თუ არა დამტრეული რუსულით არც ერთი ამგვარი მცირე გამონაკლისების გარდა რასაკვირველია ესეც მცირე გამონაკლისები მხოლოდ მაშინ როდესაც რუსები არ მინდა ბილწის სიტყვა ვიხმარო მაგრამ ყველაფერს აკეთებენ ყველა პროვოკაციაზე მოდიან და უკვე ემოციურ ნიადაგზე ქართველები ვეღარ იკავებენ თავს ვეღარ იკავებენ ხოლმე თავს ითვალისწინებენ კი არა მათზე ზემოქმედებს ის კონტექსტის და უფრო ზოგადი კონტექსტის რომელიც არის ქვეყანაში შექმნილი მაგრამ როგორც წესი უმრავლეს შემთხვევაში რუსოფობიური განწყობები არ არის მაგრამ პირაგნი კობახიძე ამას ყველაფერს შეგნებულად ამბობს იმიტომ რომ რაღაცისთვის მოამზადოს ქართული საზოგადოება და გარკვეული პერიოდის შემდეგ თუ ის ან მისი მორბედი ვინც იქნება ბიზინა ივანიშვილის დანიშნული უკვე შემდგომ პერიოდში უკვე თქვან რომ ჩვენ გვინდა რუსეთთან მეტი სიახლოვე მით უმეტეს რომ ევროკავშირმა არ მიგვიღო მით უმეტეს რომ აგ ევროკავშირი საერთოდაც საბჭოთა კავშირის მსგავსია მით უმეტეს რომ რაღაცა ნატო აღარ გვიღებს დასავლეთი არ გველაპარაკება რეალურად ამათი პოზიციაა დასავლეთის არ ელაპარაკის საფუძველი და მიზეზი და აი ეხლა რუსეთთან იმიტომ და ჩვენ გვჭირდება ახალი ხელშეკრულებისგან მობრძანდით პრიგლაშაემ ეს პრინციპში თქვა კიდეს ახალკალაც რა შეიძლება ჩემს ან მაინც რუსოფობობა უნდა უწოდოთ ამას ჩემს ეგრეთ წოდებულ და ჩვენს აი ამ 1717 ქართველის ის ბევრს ვამბობ რა თქმა უნდა მაგრამ მაინც ეგრეთ წოდებულ რუსოფობობას დიახ ჩვენ არა ვართ პირდაპირ მნიშვნელობით რუსოფობები ჩვენ ვართ
ჩვენ ვართ აკაკისტები, ასე ვიტყვი, მე 1 2 3 ბლოგის წინ თუ არ ვწდები, აკაკი წერეთელი ვახსენე ამ კონტექსტში სწორედ. ჩვენ ვართ აკაკი წერეთლისტები, თუ გნებავთ ასე ვიტყვი და ვამბობთ ასე, დამეხსენი ჩრდილოელო, ეს შეხებიც ვახსენე 3-4 ბლოგის წინ, დამეხსენი ჩრდილოელო, რა მაქვს შენთან საზიარო. დიახ, თუ აკაკი ამბობს ამას, მაქვს თუ არა უფლება რომ გავიმეორო. და მეხსენი ჩრდილოელო, ეს ნიშნავს იმას, რომ მე რუსოფობი ვარ, მე აკაკი წერეთლისტი ვარ, მოდი ვიტყვი ასე და ნუ დამიპირისპირდება მაინც და მაინც ბატონი კობახიძე, მით უფრო შანსი არა აქვს ჩემთანაც კი არა თუ აკაკი წერეთელთან. ხო, მეგონებით ეხა ხელის გადაგვიხვის თვალსაჩინით დასაკვირველი აქვს, მაგრამ აი ეს რიტორიკაში შეჯიბრის თვალსაჩინით დასაკვირველი აქვს, დებატის თვალსაჩინით მას დასაკვირველია შანსი არა აქვს და თუ გგონია რომ შანსი აქვს, აგე უახლოეს დღეებში მე ვიწყებ გადაცემას ფორმულაზე, ვაგრძელებ გადაცემას ფორმულაზე და მე პატიჟები სტუდიაში არ მოვა, მე მივალ მასთან კაბინეტში, რაღაცა დადგებიან ოპერატორები, დადგება განათება, გაიმართება ის კაბინეტში ან ნებისმიერ სივრცეში, თუ მაინც და მაინც ფორმულაში ვაჟა-ფშაველაძე სტუმრობა არ უნდა და მოდით ვილაპარაკოთ არა ისე როგორც მას ელაპარაკებიან პროპაგანდისტური არხების, იმედისა და რუსთავის და ვინც და სხვა არხების ეგრეთ წოდებული ჟურნალისტები, რომლებიც ზიზხს ეგრამაგის პასუხი აღვივებენ საზოგადოებაში, ამოირჩევენ ერთ პირს და მთელ საზოგადოებას ტროლბოტობას ასაკვირველი პირველ ყოვლისა უქსევენ თუ დეშავენ ამ კონკრეტული მოქალაქის, ერთ შემთხვევაში ნიკოლოზ რაჭველის, სხვა შემთხვევაში სხვის, სხვა შემთხვევაში კიდე სხვის და ასე შემდეგ და ამაზე დაფუძნებითაც ხდება სხვა შვის დანაშაულები ეგრამაგის პასუხი კობახიძე აგრძელებს. საშინელი განცხადებაა გულახდილად გეტყვით ეს. ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ რუსი ტურისტი საქართველოში აღარ ჩამოვიდეს. არა, ჩვენ არაფერს არ ვაკეთებთ იმისთვის, რომ რუსი ტურისტი არ ჩამოვიდეს. ჩვენ უბრალოდ ვამბობთ, რომ ჩამობრღაუჭება რუს ტურისტზე და ხვედრითი წილი რუსი ტურისტის 80% არ უნდა იყოს. ამას დავასაბუთებ ნებისმიერ საჯარო სივრცეში, ნებისმიერ დებატში, ნებისმიერ ადგილას, სადაც ირაკლი კობახიძე პერსონალურად ირაკლი კობახიძე არა ლადო, რაგვარიც არის, არა შალვა რაგვარია, ყაველაშვილი, არა შალვა პაპუაშვილი ხუქნეს. არამედ სწორედაც რომ ირაკლი კობახიძე როგორც მაგალითად ამბობ, ბიზნა ივანიშვილს მიმართავ თუ ეკრება სურვილი, კი არა თუ გაუზიარებენ მე ვეთქვი და გადასცემესაც ჩემი გზავნილი. გამოუშვით ეს ირაკლი კობახიძე. თუ გნებავთ მე ვიქნები ოდენ მოდერატორი და დავსვათ ოპოზიციის წარმომადგენლად გავსვამ ოპოზიციის წარმომადგენელს მასთან დებატებში, ოღონდ იმედზე კი არა ამ პროპაგანდისტურ არხზე, არამედ აი საჯარო სივრცეში, აი მაგალითად არ ვიცი, საინტერესო იდეებიც შეიძლება მოიფიქროს ადამიანმა, ხო? აი შუაგულ რუსთაველზე არა გადანგრეულია, სადმე აი მასთან ვაჟა-ფშაველას პირობითად, ხო, ფილარმონიასთან მაგალითად გავაკეთოთ დებატები მარცხნივ კობახიძის მომხრეები, ტიტუშკები უმრავლეს შემთხვევაში მარჯვნივ პირობითად არის სამშობლო ნიკა გვარამიას მომხრეები, სურა ჯაფარის მომხრეები. მე უზრუნველყოფნების მიერი მათგანის უყვანას, მაგრამ დამფრთხალი კაცია ირაკლი კობახიძე და არ უნდა საჯარო დებატები. მაგდა ანიკა შულთაფჭყალებში დებატები იოლია და გიორგი ფუტკარაძის ვითომ და შეკითხვების გაძლება თუ ვითომ და შეკითხვებზე პასუხი ასაგზელებს და რას ამბობს ირაკლი კობახიძე დამატებით. იმით უნდა დასრულდეს, რომ რუსეთის ხელისუფლება საქართველოში თითქოს და რუსოფობიული განწყობების გამო ჩვენს ქვეყანასთან ყველანაირი ეკონომიკური ურთიერთობა შეაჩეროს და რა კატასტროფა იქნება ეს ქართული ოცნებისათვის, ვაღიარებ ამას. ოღონდ იცით რა არის, ამ ვითომ და ეკონომიკური ურთიერთობების შენარჩუნებისათვის ესენი და არ მინდა კვლავ ვიყო უხეში, ესენი თანახმანი არიან კამასუტრა, იცით რა არის? ხო, ნებისმიერი რიცხვი თუ ნებისმიერი რაღაცა მოდი შეცხადია პოზა აიღეთ, აი იმ პოზაში ჩადგნენ რუსეთის ფედერაციასთან. ბოდიშს ვიხდი რომ ასე ვამბობ, მაგრამ კარგად მინდა ავხსნა როგორი მიმართება და დამოკიდებულება აქვთ კობახიძეს და ამ ბანდიტებს იმ რუსეთის მასკულინი რუსეთის მიმართ. ამ ყველაფერს ისევე როგორც მეორე ფრონტის გახსნასა და რუსეთისათვის დაწესებულ სანქციებზე მიერთების მიზანია საქართველოს ეკონომიკის ჩამოშლა, ერებს შორის შუღლის გაღვივება და პროცესების სამხედრო კონფლიქტამდე მიყვანა. სამხედრო კონფლიქტამდე მივიდეს იმ შემთხვევაში, თუ წინააღმდეგობას სცემდა, თქვენ წინააღმდეგობას, ეგრამაგის პასუხია. გასწევთ, აი თეორიულად წარმოვიდგინოთ, რომ ჩვენ ვართ სტარების საშინელები, მართლა სამხედრო კონფლიქტამდე ჩვენ და Deep State ერთად მიგაქანებთ. სამხედრო კონფლიქტი არის ორი მხარის კონფლიქტი და თქვენი მხარე. ხო, მე ხო არა ვყავს შეიარაღებული ძალები.
მე ჩაგითრიეთ თქვა ხო ჩვენ ჩაგითრიეთ აბათაშვილაშვილები მაგაც მაგრამ თქვენი თავდაცვის უწყება მაგარი ბიჭები არიან ეგრე მაგის პასუხი მაგრამ ბრძანებას მიიღებენ იმის თაობაზე რომ წინააღმდეგობა გასციონ კონფლიქტის ამდე კი არ კონფლიქტამდე კი არ მიყავხართ თქვენ მიდიხართ თავად დანებებამდე და გეორგიევსკის ტრაქტატზე გაკეთებული ის განცხადება რომელზეც აკი ვისაუბრე კიდეც ამის მადასტურებელია თქვენ მიდიხართ მარცხამდე თქვენ მარცხებს აპრავებთ ამართლებთ და ვინ იცის და ისევ გეორგიევსკის ტრაქტატს რომ მიუბრუნდე გაივლის კიდევ წლები მაგალითად 2028 წელი ან და ეს ან მისი რომელიმე მორბედი თუ შერჩა საქართველოს ზოგადად ხო იტყვის რომ 1921 წელიწად ეს ტრვინველი სახით იცით რა არის ეს რომ არ ყოფილიყო პირველი რესპუბლიკა დაღუპავდა საქართველოს ამასაც იტყვიან ამასაც გაკეთებენ თქვენ მოგმართავთ ახლა მაყურებელს ამ ყველაფრის ასე შემდეგ ერებს შორის შუღლის გავღება და პროცესების სამხედრო კონფლიქტამდე მიყვანა რაც ჩვენს შემთხვევაში საქართველოს უკიდურეს დასუსტებამდე და განადგურების საფრთხემდე მიიყვანს თუ მიდის უკიდურეს დასუსტებამდე მიიყვანა ბიზინა ივანიშვილმა პროცესები კი არა ჩვენი ქვეყანა და განადგურების საფრთხემდეც უბსკრულამდე უბსკრულის წინ სწორედ ბიზინა ივანიშვილმა დააყენა ბოდიში კიდევ ორი განცხადება მოაწყვეს სამარცხვინო აქცია კრუიზით გემით შემოსული ტურისტებისთვის ვერავინ ახსნა რა განსხვავება იყო გემით შემოსულ და თვითმფრინავით ან მანქანით შემოსულ ტურისტებს შორის აი ის განცხადება იყო რომ მე ხელით არ მიუბაძავ იმ რუსებს მაგრამ ის რუსები იგინებოდნენ აქ აზიმუტით თვითმფრინავით ჩამოსულები საზღვარზე არ იგინებიან და თუ შეიგინებიან გულახდილად გეტყვით შეიძლება ზოგიერთ ქართველს ვერ გაუძლოს უმტყუნოს ნერვებმა ან ვიტყვი ასე და ხელუხმა არტყას კიდეც მე ვიციო თქვენ და დანაშაულებს მაგრამ მაინც კიდევ რამე არ თქვა Deep State-ის მიერ მართულმა სხვადასხვა ქვეყანა მათ შორის შეერთებული შტატების წინა ადმინისტრაციამ და რას შინელებებს ამბობს ხო ნახეთ რაც ცუდი განცხადებაა საქართველოს ხელისუფლებას არაერთხელ აღნიშნავს რომ 2022 წელს უკრაინაში ომის დაწყებიდან მოყოლებული გლობალური ომის პარტია ყველაფერს აკეთებდა იმისათვის რომ ჩვენი ქვეყანა ამ კონფლიქტის მონაწილე მხარე გამხდარიყო და საქართველოში მეორე ფრონტი გახსნილიყო ტყუილი და კიდევ ერთხელ ტყუილი და არა პაპუაშვილი ან თუ გნებავთ ესე ვიტყვი პაპუაშვილი პირში ხო ალბათ ეს სწორი განცხადებაა ჩემი ხო კომპლიმენტი ხარი გამხდარიყო საქართველოში მეორე ფრონტი გახსნილიყო სწორედ ეს იყო ის შესაძლებლობის პანჯარა ამაზეც ვიტყვი ორ სიტყვას რაც ჩვენს ქვეყანას და ხალხს ეგზისტენციური საფრთხის წინაშე აყენებდა საქართველოს მიერ მეორე ფრონტის გახსნას ახსის მოთხოვნას მალე მოყვა დირექტივები რუსეთისათვის დაწესებულ სანქციებთან და ასე შემდეგ და ხო და აქ არის ბიზნესია გამახვილებული ყურადღება კი გამეწელა ვიდეო ბლოგი მაგრამ მაინც სანქციები დაუწესეს საქართველოს ხელისუფლების უმაღლეს პირებს მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარის ბატონ ივანიშვილს ქართველ მოსამართლეებს პოლიციის მაღალჩინოსებს ფიზიკურ პირებს და ასევე ამ სანქციები არ მოუხსნია მათთვის ვითომ საყვარელ ტრამპის ადმინისტრაციას ასევე ხელისუფლებას ზეწოლისათვის გამოიყენეს საქართველოს გაცხადებული მიზანი გახდეს ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი ხოლო მას შემდეგ რაც მათთვის სასურველი შედეგი არც ამის შედეგად დადგა საქართველოს მოსახლეობის ხარდაჭერით ზუგგამაგრებული მმართველი პარტია ვერ დაიმორჩილეს საკუთარი აგენტურის გამოყენებით საქართველოს ახალ პროვოკაციაში ანუ ამ რუსოფობიაში ითრევენ თვითონ არასოდეს არ ყოფილა რა თუ რუსოფობები რუსეთ მოძულეები არამედ ყოველთვის იყვნენ რუსეთ მოყვარულები 2008 წლის 12 აგვისტოდან ვიტყვი ასე მეცაც გეტყვი 7 აგვისტოსაც ისინი ყველანი ესე ვიტყვი კომაგობდნენ რუსეთს ბიზინა ივანიშვილი გასაკეთებდა 2008 წლის 8 აგვისტოს ასე მაგალითად კომაგობდა თუ არა ის გულში და მე გეტყვით და მე გეტყვით რომ რა საკვირველია კომაგობდა და იმაზე მინდოდა კომენტარის გაკეთება და ბარემ გავაკეთებ შესაძლებლობის პანჯარაზე ხო კარგი გამახსენდა რა არის აუხსნა მაყურებლისთვის მინდა შესაძლებლობის პანჯარა ნებისმიერი კონფლიქტი მათ შორის რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი არა მარტო მაზიანებელია უკრაინისთვის ამ შემთხვევაში დამანგრეველია კატასტროფულია ხალხი იხოცება ჯარისკაცები ეხოცებიან ინფრასტრუქტურა განადგურებულია მის 20-25 შეიძლება 30%-ის რთული ვითარება არასა მაგრამ ეს ხსნის პანჯრებსაც ამ ქვეყნებში აი სომხეთისთვის მაგალითად სწორედ ამ კონფლიქტმა გახსნა შესაძლებლობის პანჯარა მან წინ წაიწია ევროპის მიმართულებით აზერბაიჯანისთვის ამ კონფლიქტმა გახსნა შესაძლებლობის პანჯარა მან საბოლოოდ აღირგინა ტერიტორიული მხრივ დაიბრუნა ტერიტორიები და დაასრულა
გამარჯვებით, მაგრამ დაასრულა, სამუდამოდ დაასრულა კონფლიქტი სომხეთთან საქართველოსთვისაც. შუა დერეფნის კონტექსტში, ევროკავშირში გაწევრიანების კონტექსტში, ბევრი თვალსაჩინო ეს იყო შესაძლებლობის პანჯარა, როგორც შეუნდა იყო ოდიში რასაკვირველი ახვარი. რუსეთის მიერ მართული რასაკვირველია, ვინ გინდა რა კაცი, რომ ეს შესაძლებლობის პანჯარა ჯერ ვერ დაინახო, და თუ დაინახა ვერ გამოიყენო. აი ამას აკეთებს ეს ხელისუფლებად წოდებული ბანდა. მე მივაყენე თუ არა ახლა შეურაცხყოფელია სიტყვა ახვარი. ხო, ახვარია ზოგადად ხელისუფლება. ახვრულად იქცევა. ახვრობა კი არის საქართველოს წინააღმდეგ წასვლა. და ეს ეგრეთ წოდებული უკაცრავად რუსულისთვის ნამინიშნებები, ნამიოკები, მინიშნებები, რომ აი გეორგიევსკის ტრაქტატი თურმე კარგი ყოფილა და გადაურჩენია ერეკლე მეორე 1793-1800 ერთ წლამდე 1798-ში გარდაიცვალა ერეკლე მეორე, მაგრამ არა აქვს მნიშვნელობა გადარჩენილა საქართველოს 17-18 წლის განმავლობაში, ესეც ტყუილია, ესენი ახვრობას აგრძელებენ და კიდევ ერთხელ ვიკითხავ, ბიზინა ივანიშვილი როდესმე არა თუ რუსოფობი, არამედ ანტირუსი იყო კი ყველაზე ცხელ პერიოდში, თუნდაც როდესაც საქართველოს სჭირდებოდა მეტი და მეტი ანტირუსი, ანტირუსეთი მოქალაქე, რომელსაც უნდა ეყვირა არა რუსეთს ბიზინა ივანიშვილმა. ეს თუნდაც საკუთარ მეუღლეს ეკახვედელიძეს უთხრა ჩურჩულით ეკა რუსეთი ჩვენი მტერია. არა, არ უთქვამს, იმიტომ რომ რუსეთში ფულნაშოვნი ეს კაცი არსით, სწორედაც რომ რუსია, რუსეთის კომაგი იყო და არის და თქვენს ის ახლა ჩემს საკრიტიკოთ ემზადებით, ჩემს საგინებლად ემზადებით, ჩემი თვალების ჩაღამებულობის აღსანიშნად ემზადებით, რა მოწიერა დალიე, ჩემ ელოტროდის ჩაძაღლდები ბაბუ და ასე შემდეგ მიწოდებთ იმ ბაბუ რატოა შეურაცხყოფილი. არ ვიცი, მაგრამ ნუ კარგი, არც ერთი სიტყვა არ არის თქვათ შეურაცხყოფილი. თქვენს გითრევენ ეს ბანდიტები საქართველოს წინააღმდეგ ომში. გიყენებენ რა როგორც ტროლებს, ბოტებს. ან ჩვეულებრივ მომხრეებს, რომლებსაც ნახევარი კილო ხახვიც კი არ მიგიღიათ თქვენი ამ რუსული, დიახ არსით რუსული კომენტარების გამო. აღვამის.